გამარჯობა. მოდით უცბელად თქვათ. ოდესმე დაგიწყიათ რამე ახალი და აი ეგრევე გიგრძნიათ, რომ უკვე სადღაც შორს ბოლოში ხართ. თითქოს მატარებელმა ჩაგიარათ. დღეს ერთ ძალიან მაგარ იდეაზე მინდა გესაუბროთ, რომელიც მერწმუნეთ ამ ყველაფერს სულ სხვა თვალით დაგანახებთ. აი ზუსტად ეს შეგრძნება. ხომ გეცნობათ? შენ ჯერ ფეხსაცმელს იკრავ სასტარტო ხაზთან, სხვები კი უკვე ფინიშისკენ გარბიან. ძალიან ნაცნობი და სიმართლე გითხრათ, საკმაოდ დამთრგუნველი გრძნობა. კი, ზუსტად ესა. ის შფოთვა, როცა უზარმაზარ მთას უყურებ, რომელიც უნდა დალაშქრო და ხედავ, რომ ვიღაცები უკვე მწვერვალზე დგანან, დროშებს აფრიალებენ და ზეიმობენ, შენ კი ფიქრობ, საიდან დავიწყო საერთოდ? მაგრამ ერთი წამით დაფიქრდით. რა თუ ეს ყველაფერი, რასაც ხედავთ, უბრალოდ ოპტიკური ილუზიაა? საქმე იმაშია, რომ არსებობს ერთი რამ, ერთი უნივერსალური კანონი, რომელიც აბსოლუტურად ყველას მნიშვნელობა არ აქვს. დამწყები ხარ თუ უკვე პროფესიონალი. ერთსა და იმავე სასტარტო ხაზზე აყენებს. აი ამას შეიძლება უწოდოთ დიდი გამთანაბრებელი. და ეს არის ნული, უმრავლოდ ნული. მაგრამ არა, არ იფიქროთ, რომ ეს სიცარიელეს ნიშნავს. პირიქით, ეს არის ყველაზე სამართლიანი, ყველაზე დემოკრატიული საწყისი წერტილი, რაც კი შეიძლება არსებობდეს. აი ზუსტად ამას გვეუბნება ფრეიზერ ბრუქსი. ყველა იწყებს ნულიდან. ეს რეალობაა, ეს ფაქტია. დაფიქრდით აბა, ეს რას ნიშნავს? ის ადამიანი, ვისაც დღეს აღფრთოვანებით შეჰყურებთ თქვენ სფეროში, ოდესღაც იდგა ზუსტად იმავე ადგილას, სადაც თქვენ დგახართ ახლა. ამის გააზრება მერწმუნეთ ყველაფერს ცვლის. კარგი, მაგრამ მოდით უფრო დავკონკრეტდეთ. რას ნიშნავს ეს ნულიდან დაწყება რეალურად პრაქტიკაში? მოდი ერთად ჩაუღრმავდეთ და გავარჩიოთ, რისგან შედგება ეს ნულოვანი წერტილი. ეს ნიშნავს, რომ თავიდან ყავს ნული მომხმარებელი, არავინ. ასევე ნული გუნდის წევრი ან დისტრიბუტორი. და რაც მთავარია, ხშირ შემთხვევაში გაქვს ნული წარმოდგენა. რას აკეთებ და როგორ უნდა გააკეთო. ხვდებით, ეს არის აბსოლუტურად სუფთა ფურცელი ყველასთვის. და აი აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რა წარმატებები გქონდათ წარსულში, სხვა სფეროში. როცა რაღაც სრულიად ახალს იწყებ, თამაში თავიდან იწყება. შენს ბრუნდები ნულოვან ნიშნულზე, გამონაკლისი არავისთვისა. ხო, მაგრამ იქნება ეს უბრალოდ ლამაზი თეორია? არა, მოდით ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს პრინციპი რეალურ ცხოვრებაში. ნახოთ მტკიცებულებები, რომ ტიტანებიც კი, თავიანთი საქმის გიგანტებიც კი, სწორედ აქედან იწყებენ. ახლა კარგად დააკვირდით. წარმოიყინეთ თქვენ დღეს და ის ადამიანი, ვინც თქვენ სფეროში ტოპია. თავის პირველ დღეს. რა არის საერთო? საწყისი წერტილი. თქვენთვისაც ნულია და მისთვისაც ნული იყო. ანუ სასტარტო პირობები აბსოლუტურად იდენტურია. ეს იდეა უბრალოდ შლის ყოველგვარ იერარქიას. ხდებით? ვინ იწყებს ნულიდან? აბსოლუტურად ყველა. ის, ვინც გუშინ მოვიდა თქვენს კომპანიაში, ის, ვინც თქვენი კომპანია დააარსა, ისიც კი, ვინც ყველაზე მეტ ფულს შოულობს ამ კომპანიაში და რა თქმა უნდა თქვენც. აქ გამონაკლისები და პრივილეგიები უბრალოდ არ არსებობს. მაშასე, ჩვენ დავადგინეთ, რომ ყველა ერთნაირად იწყებს. კითხვა ისმის, მერე რა უნდა ვქნათ ამ ინფორმაციით? როგორ შეგიძლიათ, რომ ეს უნივერსალური ჭეშმარიტება თქვენს პირად ასაფრენ ბილიკად აქციოთ? პირველ რიგში, მოდით შევცვალოთ დამოკიდებულება. ნული არ არის დეფიციტი. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც გაკლიათ. ეს არ არის სისუსტე. არა, ეს არის სასტარტო ხაზი. სამართლიანი სასტარტო ხაზი ყველასთვის. იმიტომ რომ უნდა გვახსოვდეს, ნული არ არის უბრალოდ სარიელი ადგილი. ეს არის უსაზღრო პოტენციალის წერტილი. ეს არის ის სტილო, რომელზეც შეგიძლიათ დახატოთ ყველაფერი, რაც გიგინდათ. ასე რომ, შეწყვიტეთ სხვების ფინიშის ხაზზე ყურება. ყველას ერთი და იგივე საწყისი წერტილი გვაქვს. მთავარი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, არის ეს: რას ააშენებთ თქვენ, თქვენს პირად ნულზე?